დისლოკაციის ადგილი განსაზღვრულია ქალაქი გორი. კანოკარტის რეჟიმში თუ რამე დეტალები გაინტერესებთ, ასევე უნდა რომ შეგვეცდება ასე დაცვის პრეზენტაციას რომელშიც შედის გამოცდილება და პრაქტიკა ძირითადად საუცილებლობას კერძო თავდაცვის ძალების არასთავად თავდაცვის სამსახურეთა მომზადება ხდებოდა სხვადასხვა დაცვის წესრიგის სადარაჯო ესე იგი სააგენტო შედგება მმართველობისგან და ხუთი სტანდარტული პროცედურების შექმნა და ამტკიცება და ასე შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების გასაცნობად გვესტუმრენ საქართველოს პარლამენტის წევრები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმას, როგორც იცით, ახალი თავდაცვის კოდექსის შესაბამისად მხოლოდ თავდაცვის სისტემაში ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა შესაბამისი მოტივაციები იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ნებაყოფლობით გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჩვენ უკვე 700-ზე მეტი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს ჯარში სამსახურის. ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის წარმატება დამოკიდებული არის საზოგადოების მხარდაჭერაზეც და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაციები, რომელიც თან ახლავს ამ რეფორმას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებით მივაღწევთ იმ მიზანს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა წვევამდელთა გაწვევას. მე ვიტყოდი, რომ მათ უდიდესი შრომა გაწიეს ჯერ თავდაცვის კოდექსის მუშაობის პროცესში, სადაც პარლამენტთან ერთად ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია და მუშაობდით და იცით, რომ ეს კოდექსი ჩვენ პარლამენტში გასულ წელს მივიღეთ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია გააჩნია და ჩვენ უცვლით მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციებს. და პარლამენტი ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს თავდაცვის მოუწყებას პოპულარიზაციაში, საზოგადოების მეტად ჩართულობაში და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ აქამდე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით თავდაცვის სამინისტროსთან, ზოგადად მთავრობასთან ამ საკითხზე და მომავალში რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მჭიდროდ თანამშრომლობას იმისთვის, რომ კონდეს აი საერთო მიზანი, რაც არის, რომ სახელმწიფოს კონდეს ძლიერი თავდაცვის ძალები და რაც თავარია საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ თემაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელობას. ამ ხრივაც იყო დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი, ჩვენ მივიღეთ ყველა დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე, რადგან ჩვენც დაგვეხმარება საზოგადოებასთან შესაბამის კომუნიკაციაში.